TBC კაპიტალის მოლოდინით ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც გააგრძელებს მართ-აგვისტოს პერიოდში კი მარეგულირებელს $1.5 მილიარდი ჰქონდა შესყიდული. მთლიანი სავალუტო რეზერვების მოცულობა აგვისტოს მონაცემებით $5.2 მილიარდია. საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში განმარტავს, რომ ამ დროისათვის ახეზია კონვერტაციების სწრაფი შემოbrunება, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდა და სავალუტო რეზერვების შევსების ტენდენცია, რაც ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნებაზე მიუთითებს. უფრო კონკრეტულად, როგორია TBC კაპიტალის მაკროეკონომიკური მოლოდინების სტუმართან, TBC კაპიტალის მთავარ ეკონომისტთან ოთარ ნადარაიასთან ერთად ვიმშელებთ. მოგესალმებით, ბატონო ოთარ. TBC კაპიტალის მიმოხილვაში, რომელსაც აქვეყნებთ ხოლმე პერიოდულად, ამჯერად საუბარია ლარის მხარდამჭერ მექანიზმებზე, თუმცა ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების ტენდენცია, როცა ლარმა დაიწყო გარკვეულწილად გაუფასურება იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავით შეჩვეულები. ამიტომ სწორედ ჩემი შეკითხვაც თავდაპირველად ეს მინდა რომ იყოს, რა არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ლარმა დაიწყო გაუფასურება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე აგვისტოს და სექტემბრის მონაცემებსაც გამოვაქვეყნებთ, ანუ თუ შევაჯამებთ ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები, იმპორტი, ანუ წმინდა რაც შემოდის საქართველოში, თუმცა თქვენ როგორც მოგესალმებათ და აღნიშნეთ, ეს არის ლარის კურსზე ერთადერთი მოქმედი ფაქტორი, ხო? და იგივე ეგრეთ წოდებული კონვერტაციები, ანუ სენტიმეტრები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ანუ აქ ჩვენ ტელემაყურებელს რო ვუძღვათ მოკლე პრედისტორია, ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან გაუფასურების მოლოდინების გამო მნიშვნელოვანი თანხები გადაკონვერტირდა, ანუ მაგალითად დეპოზიტები ლარიდან ვალუტაში, ასევე სესხები უკვე ვალუტიდან ლარში, ხომ ეს ასეა. ბუნებრივი ქცევა, რომ როცა გაუფასურების მოლოდინებია, იგივე ხდება ლარის დეპოზიტების ნაწილობრივ ვალუტაში გადატანა და პირიქით სესხების შემთხვევაში. რაც რა თქმა უნდა, რასაც არ მოყვა ლარის გაუფასურება, იმიტომ რომ ეს ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა დააბალანსა, ხომ, როგორც სავალუტო შემოდინებებმა, ასევე ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანმა ინტერვენციებმა ვალუტის გაყიდვის მიმართულებით, ხომ? წლის განმავლობაში ჩვენ რა ტენდენცია ვიხილეთ და თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი შეფასებით აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით $1.5 მილიარდი იყიდა, ანუ იყიდა სებმა, რაც როგორც მინდა სავალუტო შემოდინებების, ასევე იმის შედეგი იყო, რომ ეს ტენდენცია შემოტრიალდა. ანუ როდესაც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა იხილეს, რომ ლარი არ გაუფასურდა, მათ დაიწყეს ასე ვთქვათ უკვე კონვერტაცია, ხომ? რაც უკვე ლარის გამყარების მიმართულებით მოქმედებს და საშუალება მისცა სებს, რომ იმაზე მეტი იყიდა ვალუტა, ვიდრე შარშან გაყიდა, ხომ? ანუ ეს ისტორიული, ვთქვათ, კონტექსტის კუთხით ახლა რა ხდება ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანობაში ეს ტენდენცია გრძელდება, ანუ ლარიზაციის ტენდენცია გრძელდება, თუმცა გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილებები არის. მაგალითად, ივლისში იყო ამის ნიშნები, რომ ისე არ გრძელდებოდა, თქვა, დეპოზიტების ლარიზაცია, როგორც შეიძლება წინა თვეებში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება გარკვეული სენტიმენტების ელემენტიც არის, თქვენ როგორც აღნიშნეთ, თუმცა ხა რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ორთეთრიან ცვლილებას მაინც არ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული ცვლილება, ეს ერთი, მეორე, აქ ლარის კურსზეც არ არის. იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ანუ შარშან თუნდაც გარკვეულ პერიოდებში შეიძლება კურსი იმდენად არ შეცვლა, მაგრამ კონვერტაციები იყო ძალიან მასშტაბური, ხომ, რასაც ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ. უფრო მეტიც ხა გააშლია რომელ პერიოდს შევხედავთ, ამ ხრივ როგორც ეს პუბლიკაციაშია, ივლისი და აგვისტო შეიძლება უფრო შერეული სურათი იყო, თუმცა მაინც ეგრეთ წოდებული ყოველთვის დღემდე რასაც ვხედავთ, ეგრეთ წოდებული ლარიზაციის ტრენდი გრძელდება და ყოველთვის იმ ოპერატიული მონაცემებიდან, რაც ჩვენ გვაქვს, თქვენს რომ ოფიციალური მონაცემები მერე გამოქვეყნდება, ჩვენ სებისმიერ ვალუტის გაყიდვას ვერ ვხედავთ, ანუ უფრო პირიქით ისევ შეწყდებს. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვარაუდობთ, რომ ლარის შემდგომი მკვეთრი გაუფასურება, მე არ ვსაუბრობ თუნდაც იმ ნიშნულიან ორთეთრიან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ გაუფასურებაზე, მკვეთრ გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ. მაშინ ასე ვიკითხავ, რა ფარგლებში იმერყევებს ლარი TBC კაპიტალის ანალიზიდან გამომდინარე, ყოველთვის იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, მათ შორის TBC-ის არხების გათვალისწინებით, რა ტენდენციასაც თქვენ ამოცემულობით ხედავთ? რა ნიშნულს, რა ფარგლებში იმერყევებს ლარი? დიახ, პირველ რიგში დავუძვდებ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ჯამურად
ტიპის ინფორმაციას აქტიურად ვიყენებ, თქვენ იცით ტურიზმი იქნება თუ სხვა მაჩვენებლები, თუმცა დეპოზიტების დინამიკა ეს ეროვნული ბანკის გვერდზეა, ანუ ეს სისტემური მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, ანალიტიკური, ასე ვთქვათ, დამუშავება ამ მონაცემებს სჭირდება, მაგრამ ვისაც აინტერესებს ტელემაყურებელს, ეს ჩვენი პუბლიკაციების გარდა ეს არის სების ინფორმაცია, ანუ სების წყაროა, ყოველდღიური დეპოზიტების კომპოზიცია ვალუტების მიხედვით, სადაც სენტიმენტები ძალიან კარგად ჩანს. ეს უბრალოდ დაუზუსტების სახით თქვი, ვისაც როგორც ყოველთვის აინტერესებს დეტალურად ეს როგორ ითვლება, ჩვენ ყოველთვის პასუხობთ მომართვებს ტელეფონით იქნება თუ ელექტრონული პოსტით თუ ასე შემდეგ. ეს დაუზუსტების სახით. ახლა პროგნოზებსაც შეეხება პირველ რიგში უკაცრავად დათქმისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომელ კურსებს საუბრობთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში თქვენ იცით რომ ლარი გამყარდა დოლართან დინამიკის კუთხით, თუმცა ევროსთან გაუფასურდა, ხომასე, ამიტომ ევრო-დოლარსაც გააჩნია, რომელ კურსებს საუბრობთ, თუმცა კი ბატონო, ამოცემულობით თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ ჩვენი მაგალითად რიცხვი რომ გითხრათ, ჩვენი პროგნოზი პრინციპში რაც შეიძლება 6 თვე არ შეგვიცვლია, ანუ დაახლოებით 2.75-ის ფარგლებში იყო და არის დღესაც დაახლოებით წლის ბოლოს ლარი დოლარი და 1.18 დაახლოებით ევრო დოლარი. როგორც მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ხვალ რა იქნება ეს არავინ ვიცით, თუმცა გაუფასურების ტენდენცია ნამდვილად არ ჩანს, ზეწოლა არ ჩანს, ასევე დავამატებდი თავისთავად არ უნდა დავიჯეროთ და ამას არავინ ამბობს, რომ აუცილებლად კურსი იქნება გარკვეულ ნიშნულზე, აქ სების განცხადებებია მნიშვნელოვანი, ანუ ამის პირობას არავინ არ დევს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუმცა თქვენ იცით, რომ ობიექტურად, ანუ ბოლო პერიოდში ლარის სტაბილურობაში ეგრეთ წოდებულმა ორხრივმა ინტერვენციებმა, ხომ, ანუ როგორც გაყიდვის, ასევე ყიდვის კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამიტომ ამ კუთხით დანამდვილებით რთულია თქვა, თუმცა გარკვეული ზეწოლა თუ იქნა, თქვა წარსულის გამოცდილებით და ასევე იმის გამოცდილებით, რომ როგორც მოახსენეთ წელს ჩვენ შეფასებით დაახლოებით 1.5 მილიარდზე სიდიდით მეტი, ან მოდი თქვა 1.5 მილიარდი დოლარი სებმა შეისყიდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხრივ გაყიდვის მიმართულებითაც მინიმუმ ინტერვენციები არ არის გამორიცხული. ამიტომ როგორც ანუ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ველით. აბაზოს სცენარი ეს ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ ჩვენ მხოლ სულ რაღაც წუთნახევარი დაგვრჩა, ამიტომ აუცილებლად მინდა ვიკითხოთ, თქვენ ახსენეთ დოლარი ევროს დანაფარდობა როგორია და ბუნებრივია ამის გავლენა მე გასაგებია მათ შორის ლარის კურსებს და დანარჩენ მსოფლიო ვალუტებზეც. ამ შემთხვევაში როგორი ტენდენცია სუსტი დოლარის მიმართულება გრძელდება თუ დოლარმა დაიწყო გამყარება საერთაშორისო ბაზრებზეც და გარკვეულწილად ეს გადაცემადია მერე უკვე დანარჩენი ქვეყნების ვალუტებზე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით. როგორც ყოველთვის და მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეს ფაქტორი როგორ უნდა გამოვიყენოთ და როგორ შევაფასოთ ეს მაგალითად სესხების აღების შემთხვევაში განსაკუთრებით ვალუტის კომბინაცია და ასე შემდეგ, როგორც ყოველთვის ჩვენ უნდა გამოვყოთ მოკლევადიანი ტენდენცია მარტივად რო ვთქვათ მაგალითად ჩვენი ტელემაყურებელთვის რაც ხდება ერთ თვეში, ორ თვეში ან თუნდაც წელიწადამდე პერიოდში და უფრო გრძელვადიანი ტენდენცია. თქვენ იცით რომ ამას არ ვამბობ შემთხვევით რომ ბაზრების განწყობა მოკლევადიან პერიოდში ძალიან მერხევია, ამის კარგი მაგალითია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნები, მოდი ვთქვათ რომ თუ ყველას არა აბსოლუტურ უმრავლესობას ეგონა რომ ტარიფები გაამყარებდა დოლარს და დოლარი გამყარდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს პირიქით დოლარის გაუფასურების არგუმენტია, ხომ, სხვა ფაქტორებთან ერთად. ამიტომ ეს განწყობები ძალიან მერყევია, რა თქმა უნდა, ჩვენ ადრე რომ ვამბობდით რომ დოლარი ზედმეტად გამყარებულია, დოლარი დღეს უკვე ისე გამყარებული აღარ არის, იმიტომ რომ დასუსტდა, ეს ლოგიკურია, ხო? თუმცა გრძელვადიანი ინდიკატორებიდან გამომდინარე, ხა აღარ დავაკონკრეტებ, აქ ჩვენ პუბლიკაციებში არის ეს ყველაფერი, მაინც თქვა თუ შევხედავთ იგივე ევრო-დოლარის წყვილს პერსპექტივაში, მაინც ვიტყოდი რომ ევროს უფრო მეტი გამყარების პოტენციალი აქვს პერსპექტივაში, თქვა მომდევნო წლების განმავლობაში ვიდრე დოლარს. თავისთავად მაგალითად მოგვიყვანეთ, მე მგონი ეს კარგი მაგალითია, რომ ეს რამდენიმე წლიანი და მეტი პერსპექტივა ერთია და თქვა ყოველ თვე რა იქნება მეორე. ახლა იგივე მაგალითად ჩვენ სამწუხაროდ ჩვენთვის ეს დანიშნული ფაქტორია სამწუხაროდ ვერ ვხედავთ კონფლიქტის დასრულების ასე თქვა პერსპექტივას, თუმცა თუ კონფლიქტი დასრულდა, ესეც დამატებით ევროს გამყარების არგუმენტია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. აქ დაგემშვიდობებით. ოთარ ნადარაი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.